საქართველოს ახალი პატრიარქის ვინაობა უკვე ცნობილია. რიგით 152 პატრიარქის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი გახდა. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით პატრიარქობის კანდიდატები იყვნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალი პატრიარქი აირჩიეს სამების საკათედრო ტაძარში 1200-მდე დელეგატი დაესწრო. შედეგი დღეს ქირიტონიით უპირატესმა ეპისკოპოსმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ გამოაცხადა. შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გრძელდება. მორიგი ფეხით მსვლელობა გაიმართა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე. პროტესტის მონაწილეები სახელმწიფოსგან მკურნალობის დაფინანსებასა და იმ თანამედროვე პრეპარატების საქართველოში შემოტანას ითხოვენ, რომლებსაც მშობლების განცხადებით დაავადების პროგრესის შეფერხება და სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით ქვეყანაში 80-მდე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტად აქ ყოფნას და როგორც ყოველ ორშაბათს დღესაც 5 საათზე შევიკრიბებით მშობლები და მხარდამჭერები და შეუძახებთ ხელისუფლებას, რომ დიუშენი არ იცდის და მათი უმოქმედობა არის დანაშაული. იქნებ გამოვაფხიზლოთ მათ კაბინეტებში და შევახსენოთ, რომ ეს ბავშვები ყოველ დღე მათი ჯანმრთელობა ყოველ დღე უარესდება და სახელმწიფო ვალდებულია დროზე შემოიტანოს წამალი. თუ გვექნება ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ მივიღებთ შედეგს. თუ ხალხის მხარდაჭერა არ გქონდა, მაშინ ჩვენ კიდევ დიდხანს მოგვიწევს აქ ყოფნა, ჩემი აზრით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კვლავ პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ბრიუსელსა და თბილისს შორის რიტორიკა სულ უფრო მწვავდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს ღია წერილით მიმართა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მიდგომები დაპირისპირებასა და შიდა პროცესებში ჩარევას უწყობს ხელს. ამავდროულად ევროკავშირის მხრიდან კვლავ ისმის საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული გზავნილები. ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ საქართველო წარსულში რეგიონში ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით ლიდერი იყო, თუმცა დღეს ეს მდგომარეობა შეცვლილია. მისივე თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ ევროკავშირთან ურთიერთობის ყველა ფანჯარა დახურა, თუმცა ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივა კვლავ ღიად რჩება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო ინიციატივას ოფიციალური პასუხი უკვე გასცა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ შედგა. წინადადებები ერთმანეთს პაკისტანის შუამავლობით გადაეცა. მედიის ინფორმაციით, ირანის გეგმა ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების ახალი მექანიზმის შექმნას, სანქციების მოხსნას, გაყინული აქტივების დაბრუნებასა და რეგიონში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას მოიცავდა, მათ შორის ლიბანში მიმდინარე დაპირისპირების დასრულებასაც. ვაშინგტონში შეთავაზება უღებლად შეაფასეს და განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების შეთანხმებას არ დათანხმდება, თუ თეირანის ბირთვული პროგრამა არ შეიზღუდება. ირანის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებები ქვეყნის ინტერესების დათმობას არ ნიშნავს. ამავდროულად რეგიონში დაძაბულობა იზრდება. ჰორმუზის სრუტეში ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო საზღვაო ოპერაციებს აგრძელებს. ირანი კი უცხოურ სამხედრო ყოფნას ეწინააღმდეგება. ბოლო დღეებში დაფიქსირდა უპილოტო აპარატების თავდასხმები და ნავთობტანკერების გადაადგილების შეფერხებაც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში ჩინეთს ეწვევა. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო სამინისტრო ავრცელებს. ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, დონალდ ტრამპი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით 13-15 მაისს ჩავა. გამოცემა როიტერსის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტთან ირანის, ტაივანის, ხელოვნური ინტელექტისა და ბირთვული იარაღის საკითხებს, ასევე იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივების საკითხს განიხილავენ.
ჰონდიესის კიდევ ერთ მგზავრს ჰანტა ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა. დაავადების ნიშნები საფრანგეთის მოქალაქეს სამშობლოში ევაკუაციისას ფრენის დროს გამოუვლინდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ხომალდიდან ევაკუირებულები ამჟამად იზოლაციაში იმყოფებიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან. ცნობილია, რომ ლაინერი ტენერიფეს პორტში გუშინ შევიდა. ბორტზე 23 ქვეყნის 150-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით ინფექციას საკრუიზო ლაინერზე 3 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსი კი სულ მცირე 8 მგზავრს დაუდასტურდა.